ვულკანის ამოფრქვევის გამო საჰაერო სივრცის დახურვამ ევროპის ეკონომიკას უდიდესი ზარალი მიაყენა. ბრიუსელის აეროპორტის საწყობში 5 ტონა თევზი უკვე რამდენიმე დღეა ბლოკირებულია. ჩვენთან 5 ტონა თევზი ინახება და მთელი პარტიის განადგურება მოგვიწევს, რადგან თევზი მალე ფუჭდება. შექმნილი ვითარების გამო შეკვეთილ პროდუქტს დანიშნულების ადგილზე ვერ ვაგზავნით. სერიოზული ზარალი განიცადა აგრეთვე ისრაელის ყვავილების ავიაგადაზიდვის კომპანიამ. ჩვენ ყვავილების რამდენიმე კონტეინერი გავხსენით. ტემპერატურამ უკვე 30 გრადუსს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყვავილები მთლიანად გაფუჭდება. ამით კი კოლოსალურ ზარალს მივიღებთ. კენიის მეყვავილეობა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში ყვავილების იმპორტის 35%-ს ახორციელებს, დღეში $2 მილიონ კარგავს. გერმანიის ეკონომიკის მინისტრის რაინერ ბრიუდერლეს განცხადებით, თუ საჰაერო მიმოსვლები არ აღდგება, ეს მთელი ევროპის ლოჯისტიკასა და სავაჭრო ოპერაციების ფუნქციონირებას დაარღვევს. მისი ბრძანებით გერმანიის ეკონომიკის სამინისტროში სპეციალური ანტიკრიზისული ჯგუფი შეიქმნა. ტვირთების გადაზიდვის მეტი წილი ავტომობილებსა და სარკინიგზო ტრანსპორტზე გადანაწილდება.